იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. მოგესალმებით, ეს არის პირველები 8 საათზე და პირდაპირ ეთერს ვიწყებთ საგანგებო ჩართვით. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში სპეციალური მისიით იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და მსოფლიო ლიდერები. როგორც ირკვევა, დღევანდელი დახურული შეხვედრის მთავარი თემაა დაჩქარებული წესით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხის განხილვა. ამ შეხვედრაზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი სიაკო ფიფია, რომელიც უფრო კონკრეტულად გვაგვაცნობს მიმდინარე შეხვედრის დეტალებს. სიაკო, გისმენთ. გამარჯობა ზალდი, ახლა როგორც ჩვენ აღნიშნე, ეს არის საოცრად მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისათვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. მე შევეცდები მოვიპოვო ექსკლუზიური კადრები ამ შეხვედრიდან, ვინაიდან და რადგანაც ეს არის ჩვენი ქვეყნის დედიკო, როგორი კარგი, როგორი სასიამოვნო, როგორ ველოდი ამ დღეს დედიკო ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა მე შეგაგაცნობ ჩემშვილს გუკას ორჯერ ნასწავლებელი, მაგრამ არ იყო მის ბრალი დედიკო, მერთია მოწმე, დააგდე მაგნაყინი პირიდან გაუშვი 4 წელი ხომჭამი და მოდი გეიცანი გოგო რა ვარცავი თქვენ სიყვარულს ვენაცვალე მე დედიკო დააგდე თქვა მაგნაყინი შვილო დააგდე მიდი ბატონო რა ხდება საერთოდ ძალიან გთხოვთ რა პირდაპირი ჩართვა მაქვს ლაივი მაქვს ძალიან სერიოზულ თემაზე საქართველოს ბედი წყდება ხელს მიშნით ბატონო გაბზანი დედიკო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბედი ვაი შენ გენაცვალე მაგრამ საქართველოს ბედზე მნიშვნელოვანი არის ახლა ჩემი შვილი სიყვარულს შენს მიმართ რომელიც მალე გასხორციელდება დედიკო თქვენ გენაცვალე დააგდე თქო მაგი გუგა ხომ გაჭამე დღეს 4 წელი შვილო მოდი და დაელაპარაკე მე შენ შეყარებულ შენ მომავალსაცოლეს რომელიც ორთვეში იბედნიერებ დედა და შვენიერი ქორწილი და თაფლობისთვის გექნებათ კი ბატონო შვილო მე გაიყვანეთ ეს ხალი ხალხი არ ხარ პირდაპირი ჩართვა მაქვს დიდი ბოდიში ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ახლა ტექნიკური ხარვეზი გქონდა ვაგზელებთ ჩვენს რეპორტაჟს მოკლედ როგორც გითხარით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე დღეს გადაწყდება საქართველოს ბედი და ვერ მომიფინა დედიკო გულმან ვარ შემოსულიყავით ჯერ მარტო როგორი სიტყვა პასუხი ღმერთია მოწმე ზევიდან გიყურებ მრავალჟამიან დედიკო მე ვარ ინჟინერ მექანიკოსი ახლა დედიკო შენ გაგაცნობ რა ოჯახში შედიხარ შულო მაგი რაღაც იქნება როგორც იქნება ყველაფერი თქვენთვის მინდა პენსია მექნება ნახევარი იქნება ზინა გეხვეწები მოდი რა ზინა ხელი მეშლება კაბატონო პირდაპირი ეთერია დირექტორი მაგი გუფხელი იყო დედიკო უცხო ისეთი ადამიანი არ არის შულო ერთი ოჯახის წესიება დედიკო დაათვალიერე ახლა რასაც გაბძანი პირდაპირი ეთერი მაქვს კაბატონო გაბძანი შეიძლება კადიდან გადით დიახ ჩვენ ახლა ვაგზელებთ პირდაპირ ეთერს როგორი გოგო გამო მისმინე ერთი ვიწრო აქ მენჯები და მშობიარობა ხო არ გაუჭირდება კი ზინა მე დავაკვირი თავიდან ვიწრო ქონა მე მაგრამ ახლა 21 საუკუნეა ზინა მოგეხსენება შენ და მაგი მენჯების გაწევა არ იქნება პრობლემა სხვანაირად მიუღებ შენ მაინც ხა მწოდნე ხალი ხარ არ შეგეშლება მაგრამ წაიყვანე მაინც გინეკოლოგთან მაინც ისე აუ ერთი წამი და საერთოდ ვიხართ თქვენ ქალბატონებო და რა გნება ვინ ბრძანდები თქვენ დიდი სიყვარული დიდი გუფხელი ვიყავი ყოფილი მე გეპეი მაგ დამთავრებული შვილო და ერთად ბედნიერ ვიცხრა დააგდე თქვა მაგნაყინი გითხარი მე შენ და მოდი და ელაპარაკე ახლა შესმაგრეთ მე რომ ლაპარაკო შილო გუგა დედიკო რატომ იყურე მასე დიდი თვალები აი ახლა ხედავ ოპოზიციონერები მობრძანდნენ შენობასთან და ვეცდები რომ მათგან ინტერვიუ ჩავწერო ახლა მე წავალ დედიკო ერთი წუთი შილო შენ გენაცვალე შენ გეხუწუნე დედიკო ახლა რა ვარდგინდა ისე იქნება ყველაფერი გუგა დედიკო გაიცანი ჩემი შვილი 32 წლის ინჟინერ მექანიკოსი დაანებე მაგი მას ტლიკვას თავი 5 წელი ხო გაჭამე და ელაპარაკე რა მე უთხარი მისნაირი სიტყვები რომელიც რომ მაგი გახდება შენი მეუღლე მიდი ახლა თქვი რა აი რა დედა მე რა უნდა უთხრა წადი შენ მიდი და მიხედე შესაძლებს უთხარი რომ მოგწოს და უთხარი რომ მოგწოს მაგი და სიყვარული ხარ მაგი გაგიჟებული დედა ბოდიში შვილო ბოდიში დედიკო რომ მე გიყვარს თქვი ახლა მიდი სიმართლე რომ თქვა სულაც არ მომწონს რას ქვია დედიკო არ მოგწოს რას ქვია არ მოგწოს მაგი ახლა რატომ მეუბნები მაგას რომ არ მოგწოს იმედი ჟურნალისტი რომ გაჩვენე მაგრამ გაგასანის გოგო სუბიექტურიაო დამიწონე და ობიექტური არის აგი და დელაპარაკე დედიკო რა თმინდა ახლა მაგნაყინის კლიპა მე დელაპარაკე შვილო ხო კაი მიდი ახლა ძალიან გთხოვთ ქალბატონო წუხდები უკვე კი დედიკო კი რაზი არის საუბედა ბედა ვაიმე იცით სულ უყურებ ხოლმე თქვენ აღზ და ძალიან მომწონს დიანა ტრაპაიძე Hame bici შენ რა გინდა გეხვეწები რა გადი რა გამეშვი რა ძალიან გთხოვ რა გაიწიე ცოტა იქ დადექი ჩქარა აი ძვირფასო ტელემაყურებლებო მე კადრში ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს რომლებიც სავარაუდოდ მოწვეულები არიან აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ დაემატათ პირველი ნახევარი მანამდე მობრძანდა ამ შეხვედრაზე და ახლა ბატონო ძალიან
ჩავიხალე უკვე მიფუჭებ პირდაპირ კი, გიფუჭებ, დედიკო, არა, როგორ გეკადრება, შულო მე გიხდით, მაყურებელო, დიდ ბოდიშ, ახლად გინდება, დედიკო, ჩვენი ქორწილის სუფრა ამორი ადამიანი მოსიყვარულებს თქვენ. ახლა დედიკო, თანამშრომლები რამდენი ხართ, რომ ვიცოდეთ, რომ იმიტომ რომ აქ მყავს, მე ახლა ხალხი მყავს ჩამოწერილი, ზუსტად მინდა რომ აუცილებლად იყოს ზალიკო, დედიკო, ზალიკო, მაგი არის ტელევიზიის ალენდელონი ყავს, რა მიყვარს, დედა, რა მიყვარს, მაგას ვენაცვალე, ხო, ზალიკო იქნება, კიდე იქნება, მაგი მინდა, მე შაბათს უნდა ყოფილიყო ახლა თქვენი ქორწილი, მაგრამ რა ხან ოდარ მელაძის ის აქვს, ჩაწერა აქ მაგი და გადის ეთერში, გადავდე კვირას, დედიკო, თქვენი ქორწილი, მადლობა უფას, ასეთი. ერთი წამი ქალბატონო. კიდე ერთი დედიკო, სანამ გააგზავნებ, ვატო მინდა, ვატო წერეთელი რომ იყოს ჩემ ქორწილში თაბადა, ვინაიდან მისი მამა, ჩემი მამამთილი და ვატოს მამა, გადასწრები ოჯახი, გადასწრები ურთიერთობა, თქვენ გენაცვალეთ, მრავალჯერიან, იხარეთ ხეიძღე. ქალბატონო, რომელ ქორწილზეა საუბარი? მე არაფერს მეკითხებით საერთოდ. არა, დედიკო, შენ არაფერს არ გეკითხები, შენ არავი ახლა. არა, დედა, რა ვარ გეკადრები, შულო, შენ გეკითხები, დედიკო, შენ გენაცვალე, შენ იყირივე, მოგესალმებით, დაპატიჟე, მის გინდა, შვილო. არ არის პრობლემა. მე გავალ, დედიკო, ახლა მე გავალ ამ ყველაფერს და მოაბი, თავი რამდენ კაციანი იქნება და როგორ. ვატო, ნოდარი და ზალიკო დამიპატიჟე, დედიკო. ქალბატონო, დატოვე ძალიან ხომ გაბრძანდით კადრიდან რა. აი ახლა კადრში ვხედავ ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ტოვებს შენობას. მას არ ვიცი რატო, მაგრამ თითქოს აღელვებული სახე აქვს და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა მთლად ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ვერ დასრულდა. თუმცა მე წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან მაინც მინდა რომ თავი შევიკავო და ეს ასე არ იყოს. მეტრ 75 კი იქნება სიმაღლეში, მაგბავში, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც, დედიკო, ახლა მე არ მინდა რომ აქ მუხლი ჩანდეს. ნანა, გენაცვალე, კი, 1-2 მკაველი რომ იყოს მოშორება კოჭიდან იქნება ძალიან კარგი, დედიკო. ვაი, ერთი წამი ქალბატონო, თქვენ სულწყუაზე ხარ საერთოდ? პირდაპირ ეთერი. ვაიმე, დედიკო, ბოდიში არ მეგონა, დედიკო, პირდაპირ ეთერში თუ იყავი, შვილო, შენ შემოგევლე. ნანა, მოკლედ, ვისა რა ქვია, 165, 167-ზე დავამატლოთ. აალაგე კამერა და მივდივარ პირდაპირ პოლიციაში. აალაგე კამერა რა, ვერ ჩავწერე რა, პირდაპირ ეთერი გამიფუჭებს. დასაჭერები ხარ, დასაჭერები ხარ ქალბატონო. დასაჭერები ვარ, შვილო, რა თქმა უნდა. არა, დედიკო, რა ის დასაჭერები ვარ, შვილო, რა ვაგეკადრება, შენ შემოგევლე, დედიკო. გამანებე ქალბატონო თავი. მოდი, დედიკო, არ გიყვარს ახლა, მესმის, მე ხალი ვარ, მეც ხალი ხარ, მაგრამ შეგიყვარდება, შვილო. დაამდე თქვა, ბიჭო, მაგნაკიდი და უთხარი რა. ქალბატონო, არ ვიცი რა ბამ. მე მივდივარ პოლიციაში, კარგად ჯანდებოდეთ ერთი და. არა, ჩვენც მოვდივარ პოლიციაში, მაგრამ არ წახვალ, დედა. არ წახვალ, შვილო. დიახ, ზალ უკვე 12 საათია გრძელდება შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. ჩვენი გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მუშაობას და რჩება წვავე პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრში. მზად ხართ ცოლად გახვეთ მონას ღვთისას გუგას? კი, დედიკო, არა, ქალბატონო, რანაირად ვინ ხარც რა ხდება? დამატეთ პირდაპირ ეთერი მაქვს ქალბატონო. სად არის, დედიკო, ძალიან კაია, პირდაპირ ეთერი, მაგრამ თქვენი ქორწილება უფრო მნიშვნელოვანია, დედიკო. ახლა ზალიკო, მოგესალმებით, შვილო, ისა რა ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ჩემო კარგო, ვიყავი ჯგუფხელი, ახლა რაზე გაწუხებთ? მოდი ახლა დავამთავროთ, დედიკო, მაგ ჩარჩვა ჩემი დიდი ღრმა პატივისცემისა შეძვირთ, გიყურებთ, სულ ძალიან მიყვარხარ, დედიკო, მართლა ძალიან მიყვარხარ და შევხვდებით ჩვენ. ძალიან ხოთ, გაიყვანეთ ეს ხალხი, ადამიანები, არ დამეხიბეთ ვინმე. გაიყვანეთ ეს ხალხი და იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.